საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღევანდელი გაკვეთილის თემა წილადების შეკრება გამოკლება, წილადების ნატურალური რიცხვზე გამრავლება, გაყოფა. მოდით სანამ წილადებზე უშუალოდ გადავიდოდეთ, გავიხსენოთ, რომ წილადების შესწავლამდე ჩვენ ვსწავლდით ნატურალურ რიცხვებს და მათზე ვატარებდით სხვადასხვა მოქმედებებს, კერძოდ შეკრებას, გამოკლებას და გამრავლებასა და გაყოფას. ამავე დროს შეკრება და გამრავლება ყოველთვის შეიძლებოდა, მაგრამ გამოკლება და გაყოფა იყო რაღაცა დამატებით პირობებთან დაკავშირებული. კერძოდ, გაყოფადობასთან და საკლები უნდა აღემატებულიყო მაკლებს. ახლა წილადების მოქმედების შესწავლამდე ჩვენ სწორედ ეს მოქმედებები რატომ გავიხსენეთ? იმიტომ რომ წილადების მოქმედებები სწორედ ნატურალური რიცხვებზე მოქმედებების ანალოგიურად უნდა შემოვიტანოთ. მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი ამოცანა. თქვათ მატარებელი რაღაცა გზას გადის. მოძრაობის პირველ საათში მან გაიარა მთელი გზის 2/10 ნაწილი. 2/10 ნაწილი. ხოლო მომდევნო საათის განმავლობაში გაიარა 5/10 ნაწილი. ამოცანა გვეკითხება მთელი გზის რა ნაწილი გაუვლია ამ მატარებელს მოძრაობის პირველ 2 საათში. მოდით გავაკეთოთ მოდელი ამ ამოცანისა. გამოვხატოთ რაღაცა ერთეული და ვთქვათ ეს ერთეული გამოხატავდეს მთელ გზას. პირობით პირველ საათში მატარებელმა გაიარა მთელი გზის 2/10 ნაწილი. ამრიგად ჩვენ გვიწევს ამ გზის დაყოფა 10 თანაბარ ნაწილად. ამ 10 თანაბარი ნაწილიდან პირველი საათის განმავლობაში მოხდა 2 ნაწილის გავა. მომდევნო საათში მატარებელმა გაიარა 5 ნაწილი. გადავითვალოთ 5 ნაწილი და გამოგვივიდა, რომ მატარებელმა 2 საათში გაიარა სულ 7 ნაწილი 10-დან. ეს არის წილადი 7/10. ჩვენ შევასრულეთ შეკრება. შეკრების შესრულების დროს, როგორც აგერ მოდელმა გვიჩვენა, შეიკრიბა მარტო მრიცხველები, ხოლო მნიშვნელი გადმოვიტანეთ უცვლელად. ეს მოხერხდა იმ შემთხვევაში, როდესაც მნიშვნელები ერთნაირია. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შეკრების პირველი წესი გამოვაცხადოთ. თუ მაქვს 2 ტოლმნიშვნელიანი წილადი, მაშინ მათი შეკრების დროს იკრიბება მხოლოდ მრიცხველები, ხოლო მნიშვნელი რჩება უცვლელი. როგორ მოვიქცევთ იმ შემთხვევაში, როდესაც მნიშვნელებიც განსხვავდება. მაგალითად შევეცადოთ, შევკრიბოთ 2/13 და თქვათ 1/4. გამოვიყენოთ წილადის ძირითადი თვისება. ნატურალურ რიცხვზე გადამრავლებით მე შემიძლია მრიცხველი და მნიშვნელი გადავამრავლო ერთსა და იმავე რიცხვზე და წილადი მივიყვანო ნებისმიერი მნიშვნელობის ტოლ მნიშვნელამდე. ამ შემთხვევაში 3-სა და 4-ის უმცირესი საერთო ჯერადი შევარჩიოთ 12 და მოდით ორივე წილადი მივიყვანოთ მე-12-დებამდე. ამისთვის 2/13-ს ვამრავლებთ 4-ზე, ხოლო 1/4-ს ვამრავლებთ 3-ზე. 2 და 3-ს თუ გავამრავლებთ 4-ზე, მივიღებთ 8/12-ს, ხოლო 1 და 4 თუ გავამრავლებთ 3-ზე, მივიღებთ 3/12-ს. და მოდით თითოეული შესაკრები, ჩვენ მათი შეკრება გვსურს, თითოეული შესაკრები ჩავანაცვლოთ ტოლის წილადით. ამრიგად დავწეროთ, ეს ჯამი იგივეა, რაც 8/12-ისა და 3/12-ის ჯამი. მაგრამ ეს წესი ჩვენ უკვე ვიცით, ტოლი მნიშვნელების შემთხვევაში ვკრებთ მხოლოდ მრიცხველებს, ხოლო მნიშვნელებს უცვლელად ტოვებთ. ანუ ეს ყოფილა 11/12. დაუკვირდით, რომ 3-სა და 4-ს გარდა 1-ისა სხვა საერთო გამყოფი არა აქვს. ანუ ასეთ რიცხვებს ჩვენ თავის დროზე ვუწოდეთ ურთიერთმარტივი ან თანამარტივი რიცხვები. თანამარტივი რიცხვების შემთხვევაში, როცა მნიშვნელებში გვაქვს თანამარტივი რიცხვები, საერთო ნიშნული ამ ნიშნულების ნამრავლია. ეს არის ძალიან იოლი დასამახსოვრებელი წესი, მაგრამ სხვათა შორის ეს წესი მუშაობს მაშინაც, როდესაც ნიშნულები არ არის თანამარტივი რიცხვები. მაგალითად, ავიღოთ ასეთი შემთხვევა. განვიხილოთ შემთხვევა 1/13 და ვთქვათ 4/6. შევეცადოთ შევკრიბოთ ეს ორი რიცხვი. 3 და 6 თანამარტივი რიცხვები არ არის. მათი უმცირესი საერთო ჯერადი ისევ 6-იანია. წესით, გაერთმისმშენებლობის წესით, ჩვენ უნდა გაგვემიჩნევინა ეს ორი რიცხვი და მივიღებდით
2/6-ს და 4/6. შედეგად მივიღებდით 6/6-ს, ანუ 1/1. ახლა მოდით აი ესეთი ხერხი ვცადოთ. 1/13 და 4/6 მივიყვანოთ ისეთ ნიშნულამდე, რომელიც უმცირესი კი არ იქნება ყველა შესაძლო საერთო ჯერად შორის, არამედ უბრალოდ მათი ნამრავლი ავიღოთ. ერთი წამი, აი ეს არ გვინდა ჯერ ნანალა გავაკეთოთ, ჯერ ამაში ჩვეულები არ ვართ. აქ იყოს 18, 3-სა და 6-ის ნამრავლი, ერთიანიც გავამრავლოთ 6 და დავწერთ 6. და 3-ზე ვაბრალეთ 4-ს და 6-ს, მივიღებთ 12/18-ს. შეკრების შემდეგ ეს არის 18/18 და ეს არის 1/1. ამრიგად ორივე ხერხი ერთსა და იმავე შედეგს გვაძლევს. თქვენ არ იზღუდებით უმცირესი საერთო ჯერადის მოძებნით. ეს ხერხი მარტივია, თუმცა დაკავშირებულია უფრო დიდ რიცხვებთან ოპერაციასთან და ზოგ შემთხვევაში დამატებით შეკვეცასაც მოითხოვს. მარცხადამე ორი წილადის შეკრება ვისწავლეთ იმ შემთხვევაში, როცა წილადის ნიშნულები ერთნაირია და იმ შემთხვევაში, როცა წილადების ნიშნულები განსხვავებულია. ახლა მოდით გამოკლებაზე ვისაუბროთ. თქვათ, მაქვს წილადი 7/11 და მსურს მას გამოვაკლო 3/11. გავიხსენოთ გამოკლების განმარტება. გამოკლება არის შეკრების შებრუნებული ქმედება. გამოვაკლოთ საკლებს, მაკლები ნიშნავს მოუძებნო ისეთი რიცხვი, რომელთან ჯამშიც მაკლები მომცემს საკლებს. ამიტომ მოდით დავფიქრდეთ წილადების შემთხვევაში რას ვეძებთ. ჩვენ ვეძებთ ისეთ 11-ს, რატომ 11-ს ორივე წილადს, 14 წილადს, 11 წილადში უწერია, ნიშნულში უწერია 11. ამრიგად მე ვეძებ ისეთ წილადს 11-ს, რომელთან ჯამშიც 3/11 მომცემდა 7/11-ს. მაგრამ ჯამის თვისების გათვალისწინებით მე მარტო რიცხვები უნდა შევკრიბო. ამრიგად მოდი ცოტა ხანი ნიშნულები გავაუქმოთ, არ მივაქციოთ ყურადღება და მარტო რიცხვებზე ვისაუბროთ. ამრიგად მე ვეძებ ისეთ რიცხვს, რომელსაც რომ დავუმატებ 3-ს, მე ვიღებ 7-ს. ცხადია, ეს არის 4. მეგაც სხვაობა ყოფილა 4, ოღონდ 11. ერთნაირი ნიშნულიანი წილადების გამოკლების დროს ხდება მხოლოდ მრიცხველების გამოკლება, ხოლო ნიშნული გადმოდის უცვლელად. ზოგადი ფორმულით ეს ჩაიწერება ასე: a შეფარდებული b-სთან, გამოკლებული c შეფარდებული b-სთან. ეს არის a-ს რომ c გამოვაკლოთ, რაც დარჩება, დავწეროთ და შევაფარდოთ ის b-სთან. ეს არის სხვაობის ფორმულა. მაგრამ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როცა ნიშნულები განსხვავებულია? თუ ნიშნულები განსხვავებულია, მაშინ წილადები უნდა გავაერთმნიშვნელიანოთ. ისევ განვიხილოთ, რაც კონკრეტული მაგალითია, ავიღოთ ისევ 7, ოღონდ ამჯერად იყოს ის მე-12 და ავიღოთ ისევ 3 და ამჯერად ის იყოს მე-8. გამოვაკლოთ ეს ორი წილადი ერთმანეთს. 12-სა და 8-ს აქვს საერთო გამყოფი, ეს არის 4. ამ 4-ის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია მოვუძებნოთ მათი უმცირესი საერთო ჯერადი. უმცირესი საერთო ჯერადი იქნება მათი ნამრავლი შეფარდებული 4-თან. ეს არის 24. 24-ს წერთ ახალ ნიშნულად. 24 მიიღება 12-დან 2-ზე გამრავლებით. შესაბამისად 7-იანიც უნდა გავამრავლოთ 2-ზე, ეს არის 14 და გამოვაკლოთ ამ წილადს 3/8-ის ახალი ვერსია, ეს არის უკვე 24. 24-ში 8 ეტევა 3-ჯერ, ამრიგად რიცხვებს უნდა გავამრავლოთ 3-ზე, 9 და მივიღეთ პასუხს, ეს არის 5/24. შეიძლება თუ არა იგივე შედეგის მიღება იმ შემთხვევაში 24 რომ არ მომეძებნა, არც მეძება. შეიძლება თუ არა წილადების შეკრება გამოკლება ასე მომეხდინა: 17/12 მინუს 3/8. და გამოკლება მოვახდინოთ ასე. 17-ცა და 17 კი არა 7 მეწერა. 7/12 რვიანებზე გავამრავლოთ 7-ს და 12-ს. რას მივიღებთ? 56 შეფარდებული 8×12 96 მინუს მეორე წილადის მრიცხულ ნიშნული გავამრავლოთ 12-ზე. ეს არის 36/96. ერთნაირი ნიშნულები გვაქვს, მოვახდინოთ გამოკლება. ზემოთ დამრჩება 20, დაბლა 96. რიცხვის და ნიშნულის შევკვეცოთ, მაგალითად 4-ზე და მივიღებთ 5/24-ს. შედეგები არ შეიცვალა. ამრიგად ორივე ხერხი ვარგისია, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი გამოიყენოთ. მოდით აქვე ვილაპარაკოთ შერეული რიცხვების შეკრებასა და გამოკლებაზე.
მაქვს ორი შერეული რიცხვი. 2.1/2 და ვთქვათ 3.1/3. როგორ შეიძლება ასეთი ორი რიცხვის შეკრება? პირველი ხერხი ასეთია. შევკრიბოთ ჯერ ცალკე მთელი ნაწილები და მერე დავუმატოთ წიადი ნაწილების ჯამი. ანუ ჯერ შევკრიბოთ 2 და 3 და შემდეგ ამ ჯამს დავუმატოთ 1/2-ისა და 1/3 ჯამი. რას მოგწონს ეს? 2-ისა და 3-ის ჯამი არის 5. 1/2-ისა და 1/3-ის ჯამი, მოდით ზეპირად გავაკეთოთ, საერთო მნიშვნელი იქნებოდა 6, აქ იქნებოდა 3, აქ იქნებოდა 2, 3-ისა და 2-ის ჯამი არის 5, ამრიგად ჯამი იქნებოდა 5/6. 5 და კიდევ 5/6 ეს უკვე არის შერეული რიცხვი 5/5/6. შეკრება შესრულებულია. შეიძლება თუ არა სხვანაირად ორი შერეული რიცხვის შეკრება. არის მეორე ხერხიც. 2.1/2 და კიდევ 3.1/3. მოდით თითოეული შესაკრები გადავაქციოთ არაწესიერ წილადად. არაწესიერ წილადად დაწევის დროს თქვენ გახსოვთ წესი. 2 უნდა გავამრავლოთ 2-ზე და დავუმატოთ 1, ეს არის 5/2. 3 გავამრავლოთ 3-ზე და დავუმატოთ 1, 10/3. ახლა შევკრიბოთ ეს ორი წილადი, გადავაქციოთ ორივე მე-6-დებად, ეს არის 2-ისა და 3-ის უმცირესი საერთო ჯერადი. 5-იანი უნდა გავა 3-კეცოდ, 15, 10-იანი უნდა გავა 2-კეცოდ, 20. ეს შეკრების შემდეგ გვაძლევს 35/6-ს. 35/6 არაწესიერი წილადია. გამოვყოთ მთელი ნაწილი, 35 გავყოთ 6-ზე, გვექნება 5 და კიდევ 5 დარჩება ნაშთში. ანუ ეს იქნებოდა 5/6. შეამოწმეთ, რომ გზის არჩევაზე შედეგი დამოკიდებული არ არის. ამრიგად, თუ თქვენ სწორად აწარმოებთ გამოთვლებს, არ არღვევთ წილადების გამარტივების და გარსმიშნელების წესებს, შედეგს აუცილებლად სწორს მიიღებთ. მოდით ახლა განვიხილოთ ის შემთხვევა, როცა რამდენიმე წილადს ვკრებთ, ოღონდ ყველა შესაკრები ერთი და იგივე წილადია. მაგალითად, ავიღოთ 2/7 და კიდევ ერთი 2/7 და კიდევ ერთი 2/7. ტოლის შესაკრებების ჯამი თავის დროზე ჩვენ გამრავლებას დავუკავშირეთ. ეს ჯამი შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც ნამრავლი ორი რიცხვისა. პირველი რიცხვი ეს არის თვითშესაკრები 2/7, ხოლო მეორე რიცხვი ეს არის შესაკრებების რაოდენობა, რომელიც ნატურალური რიცხვია. 1, 2, 3 შესაკრები, ამრიგად მარცხნივ წერია, ეს არის 2/7 აღებული 3 ჯერ, ანუ გამრავლებული 3-ზე. მარცხენა ნაწილის დათვლა ჩვენ უკვე ვიცით. ეს არის ერთნაირი მნიშვნელიანი წილადების შეკრება, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევკრიბოთ მხოლოდ მრიცხველები და დავწეროთ ეს არის 6/7. უნებლიეთ აღმოვაჩინეთ წილადი რიცხვის, ნატურალური რიცხვის გამრავლების წესი. დავუკვირდით, თუ 2/7-ისა და 3-ის ნამრავლი არის 6/7, ეს ნიშნავს, რომ მრიცხველი გამრავლდა ნატურალურ რიცხვზე, ხოლო ნიშნელი უცვლელი დარჩა. ეს წესი მოდით გამოვხატოთ ასოების საშუალებით. A შეფარდებული b-თან წილადი, რომ გავამრავლოთ რაიმე ნატურალურ n რიცხვზე, ამისთვის წილადის ნიშნელი უნდა დავტოვოთ უცვლელად, ხოლო მრიცხველი გავამრავლოთ მოცემულ ნატურალურ რიცხვზე. ეს არის გამრავლების წესი. ამ წესის მიხედვით, მაგალითად 7/6 თქვენ რომ გაამრავლოთ 4-ზე, ეს იგივეა 7 გაამრავლოთ 4-ზე, ეს არის 28/6. შეკვეცა და გამარტივება შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ გამრავლება შესრულებულია. რა თვისება აქვს შეკრებასა და გამრავლებას? თვისება შემდეგია. მაგალითად, თქვენ რომ აიღოთ 1/2 და უმატოთ მას 1/3 და გსურთ, რომ აი ეს ჯამი გაამრავლოთ გარედან 2-ს. თქვენ გაქვთ ორი არჩევანი. ან შეასრულოთ ჯერ შეკრება ფრჩხილებში და შემდგომ მიღებული წილადი გაამრავლოთ 2-ზე, ანუ გააორგეცოთ. ან ჩაატაროთ ეს გამოთვლები ასე. თითოეული შესაკრები გაამრავლოთ 1/2-ზე და შემდეგ შეკრიბოთ. ამ წესს ქვია განრიგებადობის კანონი, ჩვენ ეს ადრეს უკვე გავიცანეთ ნატურალურ რიცხვზე მოქმედებების შესწავლის დროს, ეს წესი წილადებზე და ნატურალურ რიცხვებზეც მოქმედებს. ასევე შეიძლებოდა შესაკრებების გადანაცვლება, ვთქვათ, შეკრების დროს, ან დაჯგუფების წესი, ანუ ჯგუფთებადობის კანონის მუშაობს აქ. ახლა მოდით გავიხსენოთ და გავითვალოთ და მოვიფიქროთ ყველაზე
რთული ალბათ ამ გამოთვლებში, აი ამ მოქმედებებში ეს არის წილადის ნატურალურ რიცხვზე გაყოფა. ამ ოპერაციის, ამ მოქმედების გასააზრებლად ჩვენ მოდელი დაგვჭირდება. ანუ რაიმე ოპერაციის თვალსაჩინოდ გამოხატვა. ანუ წილადი რიცხვის და ნატურალური რიცხვის გაყოფაზე ვისაუბრებთ. მოდით განვიხილოთ ასეთი შემთხვევა. ავიღოთ წილადი 1/2 და ვთქვათ გვსურს 1/2-ის 3-ზე გაყოფა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მოქმედების შინაარსში გასარკვევად თვალსაჩინოებას, ანუ მოდულს გამოვიყენებთ. ავიღოთ 1/1 და გამოვხატოთ მასზე ნახევარი. ნახევარი აი ეს მონაკვეთია. მონაკვეთის გაყოფა 3-ზე ნიშნავს ამ მონაკვეთის 3 თანაბარ ნაწილად განაწილებას. 3 თანაბარ ნაწილად ვანაწილებთ და იქიდან ვიღებთ 1-ს. ამრიგად ეს არის 1/2 და ეს არის 1/2-ის 3-ზე გაყოფის შედეგი. დავუკვირდით 1/2-ისთვის რას წარმოადგენს ეს მონაკვეთი. ეს მონაკვეთი ამ 1/2-ისთვის წარმოადგენს 1/6-ს. დავუკვირდით 1/2-ისა და 3-ის განაყოფი ყოფილა 1/6. აქედან მე შემიძლია გავაკეთოთ დასკვნა. იმისთვის რომ წილადი გავყო ნატურალურ რიცხვზე, მისი მრიცხველი უნდა დავტოვო უცვლელი, ხოლო ნიშნელი გავამრავლო გამყოფზე. ეს არის ზოგადი წესი a გაყოფილი b-ზე, რომ გავყო c-ზე, a უნდა გადმოვიტანო უცვლელი, ხოლო b გავამრავლო c-ზე. ამ თვისებას წილადისას ძალიან ესეთი საინტერესო ინტერპრეტაციას აქვს. თუ ჩვენ წილადის მოდიფიცირებას ვაკეთებთ, ანუ სხვა წილადით ვცვლით, ისე რომ არ ვცვლით მის მრიცხველს, მაგრამ რამდენჯერმე ვზრდით მის მნიშვნელს, ამით წილადის მნიშვნელობას იმდენჯერმე ვამცირებთ. კიდევ ერთხელ, თუ მაგალითად მაქვს წილადის 3, მე-5, მე-15 იყოს და დავწერეთ 3 დაბლა 60. როგორ შეიცვალა წილადი? 60-ში 15 ეტევა 4-ჯერ. ამრიგად მრიცხველი დავტოვეთ უცვლელი, ხოლო ნიშნელი გავზარდეთ 4-ჯერ. ამით მთლიანად წილადი 4 გზის დაპატარავდა, 4-ჯერ დაპატარავდა. ეს არის პრაქტიკულად ძალიან საინტერესო თვისება წილადებისა და კერძოდ გაყოფის თვისება. ამ თვისებას ჩვენ მრავალგზის შეგვხვდება, გამოვიყენებთ ამოცანების ამოხსნის დროს. ახლა ამით დავამთავროთ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი. წილადების შეკრება, გამოკლება განვიხილეთ, ამ მოქმედებების თვისებები, წილადების ნატურალურ რიცხვზე გამრავლება და გაყოფაც ვნახეთ და გამოვხატოთ თითოეული მოქმედება ზოგადი ფორმულის საშუალებით და იქვე დავიბარეთ, რომ ამ თვისებებს, ამ მოქმედებების თვისებებს და მის გამოხატულებებს ჩვენ გამოვიყენებთ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს. დღეს ამით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.